რაღაც 6-7 თვეში ჯამურად Upwork-ზე დავწერე სადღაც $100,000. და ну მე ეგეც უკვე აი როგორ გითხრა აღარ იყო ჩემთვის საინტერესო რა ზოგადად კარიერის მანძილზე მოვედე ძალიან ბევრ რაღაცას რა ხან ისო ხან ესო ხან ის ბიზნესიო ხან ეს ბიზნესი არაფერმა არ იმუშავა რა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ ყველაფერმა რესტორანი მქონდა საჰოთ-დოგი სნუპი ესე ერქვა რა და Facebook page-ი დღესაც არის ძალიან ბევრ რაღაცას მოვედე მაგრამ საბოლოო ჯამში და ეს იყო distraction და ამაზე მინდა აი იფიქროს ხალხმა რა იმიტომ რომ მე მეგონა რომ აი იქიდან ვიშოვი ფულს აქედან ვიშოვი ფულს ბევრი პასიური ინკამი იქნება willingness მქონდა და ხოძეც ვიყავი რომ ეგ მექნა რა მაგრამ აი როგორ გითხრა საბოლოო ჯამში ამას ვაფასებ როგორც გამოცდილებას და ნუ არ უნანო მაგ თემას უბრალოდ არაფერმა არ იმუშავა იმაზე მეტი ფული მე არაფერში არ მიშოვია რაც ჩემ აი ამ მოკლედ შენ საქმე ეს ბოდიში გაწყვეტ იმიტომ რომ მე მაქვს ეხლა მაქვს უბრალოდ ეგ ფიქრები რა რომ აი სხვა რამეც რაღაც სხვა ბიზნესებს და რაღაცებს ხო არ მივაქციო დიდი ყურადღება თქო რა აი ეგ ნაწილი შეიძლება რომ გაარჩო პატარაზე მაინც რომ აი რამდენად მოვაკლდი შენ საქმეს და თუ მოვაკლდი ნახე აი ესე ვთქვათ რა პირველ ჯერ უნდა განსაზღვროთ რა გვინდა ხო აი მაგალითად ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი გქონდეს ადრე თუ გახსოვთ აი 5 წლის წინ 6 წლის წინ აი ყველა ანტრეპრენერი იყო და ყველა სტარტაპის ფაუნდერი ან კოფაუნდერი და რაღაცა ბუმი იყო მაგის რა მაგრამ აი ახლა მან თეორიულად რა არის რა შენ არაფერი ცხოვრებაში ნანახი არ გაქვს არც სისტემა არც მენეჯმენტი არაფერი და იწყებ რაღაცა სტარტაპს და 99.999 დაფეილდა რა ეს არ ნიშნავს იმას რომ ცუკერბერგისავით ვიღაც არ გაუვარდება მაგრამ ნუ აი ძალიან ცოტას გაუვარდება რა